თბილისის ბიუჯეტზე კონტროლის პალატის სპეციალური სტრუქტურა იმუშავებს. ამის შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, წინასწარი მონიტორინგის შედეგად ბიუჯეტის რამდენიმე პრობლემური საკითხიც გამოვლინდა. ლევან ბეჟეშვილმა დღეს ის სფეროები ჩამოთვალა, რაც ბიუჯეტში ყველაზე მეტ შეფერხებას იწვევს და რა მიმართულებითაც ახლად აშენებული უწყება იმუშავებს. მათ შორის არის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები, სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა, სამედიცინო მომსახურების სისტემა და პროგრამები, სოფლის მეურნეობის სფეროს მართვა და ფინანსური უზრუნველყოფა. დაცვითი ღონისძიებები და პროგრამები, თავდაცვის სფეროს ფინანსური მართვა, მეცნიერების მხარდამჭერის სისტემა, საჯარო აღსრულების სისტემის მართვა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მართვა და თბილისის თვითმმართველობის სისტემა. ლევან ბეჟეშვილმა დღესვე 2011 წლის პრიორიტეტებიც დაასახელა. დღეს მოხდა 2011 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა. ეს პრიორიტეტები შემუშავებული იქნა სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები გახლავთ, ასე ვთქვათ, მაღალი ავტორული რისკების არსებობა, თაღლითობის ან უფლებრივი მდგომარეობის პროექტად გამოყენების კონკრეტული ფაქტები, რომელიც აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის დროს, ასევე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი ცალკეული უწყებების სფეროების პროგრამების მიმართ. ამ კრიტერიუმების ამ ინდიკატორების საფუძველზე ჩვენ 2011 წლის განმავლობაში დავისახეთ 10 პრიორიტეტი.